როდესაც კომპანია აჩერებს მუშაობას, ეს ხშირად აკეთებს ამას. ეხლა 2024 წლის ოქტომბერში არ გაუკეთებია მხოლოდ, ხო, როდესაც კომპანია აჩერებს მოპოვებას და აი ამ 60%-ს უხდის, ხო? როცა ეს ხდება, ვინაიდან მაღაროელს ეს ფული აღარ ყოფნის იმისთვის, რომ თან სესხიც გადაიხადოს და თან იცხოვროს იმ პერიოდში, როდესაც არ მუშაობს, რას აკეთებს? მიდის ბანკში და ავადებს სესხის გადახდას. ანუ გადაავადებს სესხის გადახდას. ესე იგი, კომპანია თუ მოპოვებას აჩერებს იმ განზრახვით, რომ შეამციროს ხარჯი, მაღაროელს უწევს გადაავადოს სესხი და გაიზარდოს ხარჯი. უკვე მაისში, როდესაც კრიტიკული გახდა, უკვე სოцკი მოვიდა და ამ ხალხს ეუნებოდა, რომ სამუშაოზე უკანონო რეორგანიზაციაში მოდით და მიიღეთ მონაწილეობა, მაშველი რგოლი გადმოაგდეს ბანკებმა. დაიწყეს ოჯახების აწიოკება, რომ გადაიხადათ სესხი. რამდენიმე ჭიათურელს მოუვიდა სასამართლოში, უკვე სასამართლოში იჩივლეს. რაც უცბად მოგითხრათ, ძალიან არალოგიკური იყო. ეს იმიტომ რომ ანუ ესე უცებ სასამართლოში წასვლა ბანკის მხრიდან არალოგიკური იყო, რამაც ჭიათურაში უბრალოდ ეს ვარაუდის სახით ვამბობ, გააჩინა განცდა, რომ კოორდინაცია ხომ არ არის ბანკებსა და კომპანიას შორის, როცა ლეგიტიმური კითხვა. სავსებით ლეგიტიმური არის ჩემი აზრით. ხომ არ არის რამე კოორდინაცია, თუმცა დადასტურებულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ესე დაემთხვა, მოდი ესე ვთქვათ, რომ უკვე მაისში დაიწყო ბანკების აგრესიული ზარები მაღაროელებთან, რამდენიმე მე თვითონ მაქვს ხელში ეს ისინი, ცნობები რამდენიმეს მიუვიდა სასამართლოდან განჩინება არა, მოწვევა, რომ იწყება საქმის განხილვა. და ეს ხალხი უამრავი ადამიანი დადგა სახლის დაკარგვის, ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის რისკის წინაშე. არის ხალხი, ვინც ამის მიუხედავად არ დაბრუნდა. ანუ გამოსახლება მუქარა დღეს. კი, გამოსახლება მუქარა არის და ერთ-ერთ გამოსახლების წერილი მიუვიდა. ანუ მე ხო გეუბნებით ახლა რომ ესე რომ დავყოთ, არის ხალხი, ვისაც ტელეფონით აწიოკებენ და ეუბნებიან რომ ჩამოდი თბილისში დავილაპარაკოთ, თბილისში ხდება ამის საკითხების გადაწყვეტა და ესეთი არის ასობით მაღაროელი, ვისაც ბანკი სატელეფონო გზით აწიოკებს, არის ხალხი, რომელსაც უჩივლეს და ამას უკვე აქვს გამყინავი ეფექტი, იმიტომ რომ ეხლა ეს ხალხი გამოვიდა კარავთან და თქვა, რომ აი ხალხო მიჩივლეს. და ეხლა მე რო სესხი მაქვს, მეც იპოთეკური, მეც უკვე შიში ვარ.